რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე ნაკის ვალდებულებებს არღვევს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კრემლი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აფორმებს. დოკუმენტის დუმაში რატიფიცირების შემდეგ მას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, ოფიციალური თბილისი კრემლის ქმედებებს აპროტესტებს. ექსპერტები კი თვლიან, რომ ჩრდილოელი მეზობელი საერთაშორისო ნორმებს ისევ არღვევს, რასაც სწრაფი რეაქცია უნდა მოხდეს. ქეთევან ბერაია გვეტყვის თუ რა გულისხმობს დოკუმენტი. ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში შესული ტვირთები საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება. გადაწყვეტილება კრემლმა მიიღო და დოკუმენტს დღეს ხელი თავად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. შეთანხმების მიხედვით 1 წლის განმავლობაში საბაჟო გადასახადისგან სხვა პროდუქტთან ერთად თავისუფლდება ბენზინისა და დიზელის იმპორტი. შეთანხმების მზადება 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასულ კვირას მისი რატიფიცირება რუსეთის დუმაში მოხდა. ქართული ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ამ ქმედებით კრემლი რეგიონში არსებული რესურსების სრულად ათვისებას ცდილობს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ოფიციალური მოსკოვი იმპერიალისტურ პრინციპებს ვერ ღალატობს და საერთაშორისო ნორმებს კიდევ ერთხელ და უხეშად არღვევს. რუსეთი იგნორირებას უკეთებს როგორც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს მთლიანობაში, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებაში ასახულ ძირითად მუხლებს და ბუნებრივია ამ ყველაფერს რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ქმედებას უნდა მოხდეს მკაცრი რეაქცია. კრემლის პოლიტიკა, კრემლის ნაბიჯები ეს გარკვეულად არის ირაციონალური. პირველ რიგში ეს ნიშნავს აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიების რესურსების ათვისებას რუსეთისთვის. ეს არის მათი, როგორც ჩანს, მათი სტრატეგიული გეგმის ნაწილი. მოახდინონ ამ რეგიონების სრული ინტეგრირება რუსეთში. დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უკანონოა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი. მათი განმარტებით ამ ფაქტს რეაგირება ქართული მხრიდან აუცილებლად მოყვება. ეს რეგიონები არის ოკუპირებული, ისინი არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და აქედან გამომდინარე არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ეს დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს მხრიდან იქნება აღიარებული. ეს არ არის ნაბიჯი გადადგმული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მხრივ. დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი თუ რა საქონელი და რაოდენობით გადიოდა ამ დრომდე ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში. რუს ექსპერტები არ მალავენ, რომ ისინი ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის ფინანსურ დახმარებაზე არსებობდნენ და არ გამორიცხავენ, რომ კრემლის ეს ნაბიჯი შესაძლოა საბაჟო კავშირის კონტექსტშიც განიხილებოდეს.